გამარჯობა ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 10 ივლისი, მე გიბრუნდებით სპორტული სიახლეების განახლებული ინფორმაციების შემოგთავაზებთ სპორტის შესახებ. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება გუნდში იმდენი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 ფეხბურთში, მეოთხე ფინალური მატჩი ვიხილეთ უკვე პირველი მეოთხე ფინალური მატჩი საფრანგეთი მოროკო მატჩი მონაწილეობით, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა ყველა კომპონენტში აჯობა და დაჯავშმა მეტოქე ყველა იმაში, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებმა პრინციპში აქედან გამომდინარე თავის ფეხბურთი კი აჩვენა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მოროკო პრინციპში დაცვაში უფრო კაი იყო, ვიდრე შეტევაში ასეთი დარტყმა პირველ ტაიმში, რა თქმა უნდა, საშინელი მატჩი იყო მოროკოსთვის და მოროკოს ნაკრები კი გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირს და დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა. ეხლა კი როგორც მოგეხსენება საფრანგეთი, კილიან მბაპემ კი როგორც მოგეხსენება მანამდე პენალი ვერ გამოიყენა 11-მიანი, რომელშიც ბონო მაჯობა გამოიწმოდა პენალი აუღო, მაგრამ კილიან მბაპემ მერვე ბურთის გატანა შეძლო ლიონელ მესის 8 ბურთი და კილიან მბაპესაც 8 ბურთია გატანილი. ეხლა როგორც მოგეხსენებათ საფრანგეთის ნაკრებმა საბოლოო ჯამში 2-0 მოიგო, გამარჯვების გოლი გაიტანა დემბელე, ოსმან დემბელემ დაუსვა ამ მატჩში წერტილი ყველაფერს. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალშია და ესპანეთი ბელგიას შორის გამარჯვებულს ელოდება საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩში. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთი ბელგია თბილისში დროის იქნება 23 საათზე, რუსთავი ორი შემოგთავაზებს ამ პირდაპირ მატჩს და ძალიან საინტერესო და დაძაბული და დრამატული მატჩი იქნება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან ჩაკეტილი მატჩი უნდა იყოს, როგორც მოგეხსენებათ, აქ არაფერი ისეთი არ მოხდა პორტუგალიამ, რა თქმა უნდა, ნამდვილი ფეხბურთი აჩვენა მაინც და რა თქმა უნდა, ესე ბრაზილია და დანარჩენები როგორც გავარდვენ გერმანია, ისე არ მოსვიავს პორტუგალიის ნაკრებს, მოდი ვაღიაროთ ნამდვილი წინააღმდეგობა გაუწია ბოლო წუთებამდე. ესპანეთის ნაკრებს გამართლება ნიკე მერინოს ვარ გაიტანა, ბურთი მეოთხე ფინალ ეტაპზე ვერ გავიდოდა, რა თქმა უნდა. ეხლა როგორც მოგეხსენება, დღეს პრინციპში ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩი ვედი, ძალიან თანაბარ მატჩი იმათთან გამთხოვებით ესპანეთი ბელგიას შორის და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მოგწონთ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მე დაგიბრუნდებით ხვალ. კაი საფეხბურთო საღამოს გისურვებთ, ჩემო კარგებო.